ბორისი ჩქარობს ბრიუსელიც. ევროკავშირი ჯერ ვერ შეთანხმებულა საქართველოს ახალ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ბორის ივანიშვილიმ სწრაფად გარბის რუსეთსკენ, რომ ევროკავშირი თავის სანქციების პოლიტიკითაც ჯერ ვერ ეწევა. რადიო თავისუფლების ჟურნალისტის რიკარდ იოზვაკის ინფორმაციით, ლიეტუვამ ისევ იკისრა ლიდერობა და ჩამოწერა 6 პუნქტიანი გეგმა, რომელიც იწყება სანქციებით სულ ბობოლა ქოცების წინააღმდეგ. შეხვედრიდან გამოსულმა კაია კალასმა, რომელიც რამდენიმე თვით ადრე ესტონეთის პრემიერი იყო, ახლა კი მთელი ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა აბარია, თქვა, რომ ფიქრობენ მოსამართლეთა სანქცირებასაც, ქართველი მოსამართლეების. კიდევ ერთი მუხლია ევროკავშირის ფინანსური დახმარების სრული შეჩერება და ამ ფულის ნაწილის მაინც გადამისამართება დამოუკიდებელ მედიასა და ჟურნალისტებზე, სამოქალაქო ჯგუფებსა და სამსახურებიდან გაყრილ საჯარო მოხელეებს. ლიეტუვის მომზადებული პროექტი ითვალისწინებს კონკრეტული თარიღის დათმას, რათა პროჭრილელებმა იქნებ შეასრულონ ბრიუსელის მოთხოვნები. ფსონი იქნება ალბათ უვიზო მიმოსვლა, ყოველ შემთხვევაში მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიისთვის მაინც. და თუ სხვა ანტიჭორვილურ გადაწყვეტილებებს უნგრეთი ბლოკავს და მერე ამას ეთანხმება სლოვაკეთი, სავიზო შეზღუდვებს ეს წინ ვეღარ აღუდგება, რადგან მათ მისაღებად საკმარისია ქვეყნების უმრავლესობის გადაწყვეტილება. თუ ისინი თანამეგობრობის მოსახლეობის 65%-ს წარმოადგენენ. წესი ასეთია. ასევე უბრალო უმრავლესობაა საჭირო, რათა შეჩერდეს ასოციაციის ხელშეკრულების სრულიად კონკრეტული მუხლები. თუ კი დადგინდება მაგალითად, რომ საქართველო არ ასრულებს პოლიტიკური თავისუფლებების დაცვისა და რაღაც სხვა ვალდებულებებს. ვიცით, თქვენც გეჩქარებათ. იმათაც ეჩქარებათ და საკითხი ევროკავშირის ხდომაზე შეიძლება უკვე რამდენიმე დღეში დადგეს. ჭობენ. მიდის სანახავად. მიდის.